გოსპლანი მიდის იმ ზომამდე, რომ არა წესიერი, ამორალური, არა ჯანსაღი ხერხი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოსახლეობას მანდარინი ქონდეს. როცა აქამდე მიდის, ესე იგი, მისი საქმე წასულია. აი ეს კლავს ნელ-ნელა ეს საბჭოთა კავშირს. აი ესეთი დამოკიდებულება ეკონომიკური პროცესებისათვის და ჩნდება სისტემა, სადაც თუ არ მოიპარავ, თუ არ მიითვისებ, ხრი? იმას რაც არ გეკუთვნის, რაც ნორმატივი საჯარო ეკონომიკის მიღმა თუ არ დაიუფლები რაღაცას, აი საჯარო ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა 3 წელიწადში იმდენი საქმე გააკეთოს, რამდენიც მიგა. ვერ ვინატრებ, მეც ვერაფერს ვერ შევძლებ. მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი დავით იაკობიძე, ეკონომისტი, პროფესორი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი 1993-97 წლებში. მოგესალმებით ბატონი დავით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუზე. სასიამოვნოა, რომ ბევრ საინტერესო კითხვაზე, რომელიც ეკონომიკასთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა საქართველოსი, ჯერ კიდევ დაგვრჩა, თქვენ შეგიძლიათ გავცეთ პასუხი. დავიწყებ შორიდან. თქვენ 1968 წელს დაამთავრეთ საბჭოთა ეკონომიკის ფაკულტეტის, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში. რო წარმოვადგენინოთ იმ პერიოდის ეკონომიკის ფაკულტეტის მიზნები და საბჭოთა ეკონომიკის არსი. რითია ის განსხვავებული, თქვათ, იმ ეკონომიკისგან, რომელსაც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, მათ შორის თქვენი მინისტრობის პირობებში ის იმ პერიოდის შევარდნაძის ხელისუფლება მხარს უჭერს. პირველი მინდა მივესალმოთ თქვენ მაყურებელს და აქვე დავძინო, რომ ეს გადაცემა, რომელშიც ახლა მერგო ბედნიერება მონაწილეობა მიიღო, არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც იჭერს წუთს იმ რეფლექსიას, რომელიც შემორჩენილია ჩვენი ასაკის ხალხში და ჩემი კატეგორიის ადამიანებში, რომ შემდეგ ეს მეხსიერება ისტორიის სპეციალისტებმა გადაამუშავონ და სრული წარმოდგენა შეიქმნას იმ რთულ გარდამავალ სისტემაზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რომელშიც ჩვენ მოგვიწია საქმიანობა. ეხლა თქვენ შეკითხვას რაც შეეხება. ეკონომიკურ ფაკულტეტი საერთოდ იქმნება, ეკონომიკური სპეციალიზაცია ხდება დაახლოებით მე-20 საუკუნის დასაწყისში, მთლიანად მსოფლიოში ყველგან. არსად არ არის ეგეთი სპეციალიზაციები და მე იქმნება ნელ-ნელა, რადგანაც ეს პროფესია მოიტანა დრო, გააჩინა დრო. თორემ მას საბჭოთა კავშირში ცოტა სხვა დანიშნულება აქვს, ვიდრე თქვათ და სხვა ამოცანები აქვს, ვიდრე დასავლეთში იმ პერიოდში. ყველგან აქვს ერთი ამოცანა. შექმნა სწორი წარმოდგენა ეკონომიკურ პროცესებზე და მეორე გაზარდოს კადრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღმშენებლობით პროცესში, ეკონომიკურ პროცესში. ეს ამოცანა აქვს. ეხლა საბჭოთა კავშირში აქვს ამოცანა კიდევ დამატებითი რა, რომ ესეთი უნდა იყოს ეს და არა იმგვარი, როგორც თქვათ ვინმე პროფესორს უნდა. თუ მაგალითად გერმანიაში არის ორი მიმართულება იმ დროს. ერთი ავსტრიული სკოლა წარმოადგენს და მიყვება, რომელიდანაც შემდეგ ლიბერტარიანიზმი ამოიზარდა, თქვათ მიურეი რომბარტი, ხო? და მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა ისწავლებოდეს ისწავლებოდეს და იკვლევდე ისე, რომ ეძებდე უჯრედს, რომელიდანაც უნდა ააწყო დანარჩენი სისტემა, არის მეორე გერმანული სახელმწიფო ისტორიული სკოლა, რომელიც ლაპარაკობს, რომ მთელი წარმოდგენა უნდა შევქმნათ ქვეყანაზე, უნდა ვიცოდეთ რა ქვეყანაში ვართ, ვისთანა ვართ, ვისთან ერთად გვიხდება თანამშრომლობა და აი როგორ განვითარდეს ეკონომიკა, დავსახოთ საერთო ეროვნული ინტერესები. აი ეროვნული ინტერესები და ეროვნული ეკონომიკა, აი გერმანული პროდუქტია. გაგეთ? აქ მეორე ავსტრიული სკოლა, რომელიც მე
განიდევნა იქ მოხდა კატაკლიზმები და ეს რა თქმა უნდა გამოძახილებია. შემდეგ შემოდის რუსეთში იქნება დიდი სკოლა რუსული ეკონომიკური აზროვნების, ხო? არიან შესანიშნავი სოციოლოგები, ისტორიკოსები, რომლებიც გადმოდიან ეკონომიკაში და იკვლევენ და აი ესეთი ტრადიციით გადმოვდივართ. სამწუხაროდ თქვენ მე თუ სწორად გავიგე, არის ორი მიმართულება, ერთი რომელიც ამბობს რომ ეკონომიკის დაგეგმა შეუძლებელია რაღაცნაირად და პირობითად არსებობს თავისუფალი ბაზარი და არა ვთქვათ ის რომ წინასწარ დავგეგმოთ 5 წელიწადში რა იქნება და მეორე ამ რომელიც ამბობს რომ არსებობს გეგმიური ეკონომიკა, სადაც ვთქვათ იწერება წინასწარ გეგმები, გათვლილია საჭიროებები, რამდენი მოთხოვნა როგორ უნდა დაკმაყოფილდეს და ცენტრალიზებულად იმართება ეკონომიკა. თუ სწორად გავიგე? არა, ვერ მithქვია სწორად ასე გამოდის. საქმეაში ეცი ნებისმიერი ეკონომიკური პროცესი ემყარება დაგეგმვას. დაგვიდით თუ იწყებ ერთეულს მეწარმეულ საქმიანობას, თუ არ იცი ამის შემდეგ რა იქნება და როგორ განვითარდება, ვერ შეძლება. ყოველ შემთხვევაში გეგმავი არის სახელმწიფო, მეორე შემთხვევაში ადამიანი. უნდა იყოს თუ არა ეს თლიანად ერთი ქვეყნის მომცველი. აი ეს არის ამოცანა. აი რუსული ნოვაცია არის აი გოსპლანის შექმნა, რომელიც გოელროს გეგმიდან იზრდება. გოსპლანი ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. არის გოელროს გეგმა ენერგეტიკის, მერე დგიდება მეტალურგიის განვითარების, მერე სხვა გეგმა და აქედან იწყება. ისე უფრო ადრეული პერიოდით საქამას. ლაიბნიცის თეორიიდან მოდის ეს, ლაიბნიცის იდეებიდან. ეს მოდის აი ფრანგული ეკონომიკური დაჩქარებული განვითარების იდეებიდან და მერე პეტრე პირველმა გადმოიტანა რუსეთის ისტორიაში და ის პირდაპირ ნიშნავდა თქვა მეტალურგებს, ნიშნავდა თოფის იარაღის მკეთებლებს, გემთშენებლებს, რომელიც დარგების განვითარებაც უნდოდა და ქმნიდა ამ მიმართულებებს. ეს ფორმა, გოსპლანის ფორმა მიიღო შემდეგ SSR-ის პერიოდში და მოხდა მისი სრული ბიუროკრატიზაცია, ეს ცოტა სხვა თემაა, თორე დაგეგმისგან უარი არავის არ უთქვია. აი როგორ წარმოგედგენიათ თქვენ NASA-ს პროგრამა, რომელიც ლაპარაკობს თვარეზე უნდა დასვას კაცი, გეგმის გარეშე იყოს. ან 7 წლიანი ბიუჯეტი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც ერთი წლიდან მეორეში რამდენი გადაიტანოს და რატომ ეს არ იცოდეს. გავიგეთ რაზეა ლაპარაკი? ხო, მაგრამ ის არ გეგმავს მაგალითად ამდენ ტანსაცმელს ჩვენ არ გავაკეთებთ მოსახლეობას. ეგ სხვა თემაა ბატონო. ხო და მე ისიც თქმამდა ეს რომ რაღაცნაირად მაყურებელმა დაინახოს განსხვავება იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის ეკონომიკას შორის, სადაც ტანსაცმელს ცხოვრობა კერავდა. მოვიდა კაცი გასვენებაში თქვა. და არ მოეწონა, იქ ნახეს რომ გვარს აცეკვებენ, ხო, პაპიროსში. და იძახის ეს რა ტრადიცია. ტრადიცია გვაქვს გადასარევი. ჩვენ შევიკრიბეთ, პატივი ვეცით, მაგრამ განხორციელება ამ ძირეული მომენტის მოხდა ვულგარულად, უკულტუროდ, არათანამედროვე ფორმებში. ეს სულ სხვა თემა. აი მე გითხარი მე ამის ბიუროკრატიზაცია გოსპლანის გამოიწვია ის რომ თვითონ კომუნისტებმა დაიწყეს უკვე გოსპლანზე ესე იგი გარკვეული უარები და არის მე პირადად ვიცი, ჩემ რეფლექსიაში არის, მაგათ სმეხოვი ხო იცით ეს ცნობილი რუსი არტისტი იყო. მაგის მამა იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ეკონომისტი და მიყვებოდა რომ სტალინმა თქვაო რომ ეს გოსპლან აღარ გჭირდებაო რა, სტალის უკვე ესეთი აზრი ჰქონდა. ხედავდნენ რომ ის ბიუროკრატიზაცია რომელიც მიენიჭა ამ ერთეულს ცოტა აღმატებულია მისადმი და ცოტა იწევს ეკონომიკის განვითარებას უკვე აღარ იწევს. ბიუროკრატიზაციები ყველა არ მეხმარი ეს. ეხლა ამ სიტუაციაში შეიცვალა იქ მოსკოვში, მოვიდა ეს ხრუშჩოვი და ხრუშჩოვის მოსვლა იყო დაკავშირებული ერთ ძალიან რთულ სიტუაციას, იმიტომ რომ SSR-ი ყველა განიხილავს რაღაც თავისებურ როგორც კლიშეს, რომელიც მოდის იმ იდეოლოგიური ნარატივებიდან, რომელსაც ასწავლით. მაგრამ სინამდვილეში ცოცხალი ორგანიზმი იზრდებოდა და მუდმივად ფორმატულაში იყო. აი მაგალითად 34 წელიდან როცა სტალინი ძალაუფლებას იღებს ხელში და აშენებს ერთიან სახელმწიფოს, სადაც მარტო 38 ეროვნებას დედაენას უქმნიან, ხელნაწერი სიწყებენ, წერა-კითხვის გავრცელება ხდება,
კულტურული უშველებელი რევოლუციები ხდება და ხდება რაღაც ერთგვარი გამოთანაბრება ქეონებრივი ცენზის, ეს ერთია, ეს იდეოლოგიაა და იდეოლოგია კი არა, ფილოსოფიაა მთელი და უნდა შეფასდეს ერთგვარად. მეორეა, როდესაც აი ხრუშოვი რომ მოდის და ბერიასთან ჩხუბის გამო იძულებულია ჯარი გამოუშვას ყაზარმიდან და ბატონდება ჯარი და ჯარის გაბატონების შემთხვევაში, როდესაც სამხედრო დანიშნულება ხდება განსაზღვრელი, უკვე გოსპლანზე უკეთესი ორგანიზაცია არ შეიძლება არსებობდეს. აი დააკვირდით პერესტროიკის მომენტი გარბაჩოვთან რა არის? გარბაჩოვი იძახის 3 მილიარდი ვთხოვე სამხედროებს. ხვდებით? ვის თხოვე კაცო? სამხედროებს. თხოვე. მომეცით 3 მილიარდი რომ შემოვიტანო პროდუქტი და ხალხი დავამშვიდო. არ მომცეს. და აი მას დაჭირდა თელი манипуляციები, როგორ შეეყვანა ჯარი კაზარმაში და ვერ შეიყვანა. 9 აპრილი რა გონია თქვენ? აი ეს არის კაზარმაში ჯარის შეყვანის დიდი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთი ანასხლეთი. იყო ყაზახეთში, იყო ბელარუსიაში ესეთი სიტუაციები, მაგრამ ჯარი ვერ დაძრეს. რატო? საზოგადოებრივი აზრი ვერ შეიქმნა. და ჩვენმა ხალხმა, აი იგივე ჩვენმა გამყრელიძე, ჩვენმა ელდარ შენგელაევ, ეს სოფლიო მასშტაბის მოვლენა წარმოაჩინეს. აქ უკვე პიროვნების როლი იყო განსაზღვრელი და ზუსტად ითამაშეს წყალი დაასხეს იმ წისქვილს, რომელიც განსაზღვრავდა ბრძოლას სამხედრო ბიუროკრატიულ ცენტრალიზმსა და დემოკრატიულად განწყობილი პოლიტიკური ელიტის შორის. თქვენ ამბობთ, რომ 9 აპრილში პოლიტიკური ელიტის სრული არ არის და სამხედროებმა აქნა ეს? არა, პირიქით, სამხედროების წინააღმდეგ გააკეთა პოლიტიკური ელიტა. ის რომ სამხედროები დაეყენებენ თავის ადგილას. ეს არის ურთულესი პრობლემა, ამას ძალიან რთული გაგება ჭირდება და ამას ისტორიოგრაფია ნელ-ნელა არკვევს და ნელ-ნელა შეამოვნებს, რომ სწორი მოსაზრებები იწერება ამ მიმართულებით, როცა იხილავენ გარბაჩოვის ფენომენს, ან იხილავენ იმდროინდელ სამხედრო სიტუაციას. თქვენ თავის დროზე გოსპლანთანაც მოგიწიათ შეხებათ, ასაც საუბრობდით. მე მინდა რომ თქვენ დროს რა იყო ეს ორგანიზაცია, 70-იანი, 80-იანი წლების საქართველოში გოსპლანი რას აკეთებს რეალურად? აი როგორც აი მოუყვებოდით ადამიანს, რომელიც 50 წლის მერე ისმენს ამ ისტორიას და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა შეიძლება ნიშნავდეს გოსპლანი. გოსპლანი ქმნის ორიენტირებს ეკონომიკის განვითარებას. ტექნოლოგია არის ასეთი. არსებობს საბჭო საწარმოო ძალთა განვითარების, რომელსაც რესპუბლიკებშიც აქვს პატარ-პატარა ფილიალები, მაგრამ ცენტრი მოსკოვში აქვს და ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტს, სოფსის კვლევით ინსტიტუტს. აბრევიატურა ესეთია. და აქ აკადემიკოსი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. ისინი განსაზღვრავენ რესურსების ათვისების მთავარ მიმართულებებს. გამომდინარე იმ სამხედრო მოთხოვნებიდან და იმ სტრატეგიული ეძახოდილი მაშინ მოთხოვნებიდან, რომელსაც სამხედროები აყენებენ. შემდეგ ეს ჩამოდის როგორც მაჩვენებელთა სისტემა ნებისმიერ დონეზე და იწყება გოსპლანის მუშაობა. აი ამის დაგეგმა, როგორ მოხდეს ეს პროცესი, როგორ მოახერხოთ, რომ ჩვენ აი ეს გარღვევები რაც გვაქვს, დავფაროთ, ან უპირატესობა მივიღოთ რომელიმე დარგის განვითარებაში. და იქნება ურთულესი მექანიზმი, რომელსაც ექვემდებარება ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ამიტომ გოსპლანი კომიტეტია. გოსპლანის განყოფილების გამგის ხელფასი და მინისტრის მოადგილის ხელფასი თითქმის თანაბარია. რო იცოდეთ, ეს ცოტა ზევით დგას. რამდენია ხელფასი დაახლოებით? ნუ მაგალითად ჩემი მეგობარი იყო კრეფსითი განყოფილების უფროსი და 360 მანეთი ჰქონდა. და მეორე მეგობარი ჩემი კურსელები რა იყო მინისტრის მოადგილე და ჰქონდა 310 მანეთი. სხვაობს ხედავ? აი ეს ის ვერა, მაგრამ ნუ გასაგებია. არა, ესო დიდი სხვაობა. ეს არის ერთი მის ხელფასი რა ქვია, დამლაგებლის დაახლოებით. ესეთი ტიპის. ამ შემთხვევაში თანაც იმ მაღაზიებს თუ გაითვალისწინებთ და რაღაცებს, რომელიც მათ ემსახურებათ, ეს თვითონ ამ ორგანიზაციის ადგილი ამ საბჭოთა იერარქიაში, აი ხო არსებობს რაღაც არის
ცეკას დივანი, რაღაცა მეორე მდივანი, რაღაცა ამ გოსპლანის ხელმძღვანელის ადგილისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თვითონ ასეთი ტიპის ადამიანი, რომელიც განაგებს უწყებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს რამდენი პროდუქტი ჭირდება და რა ფასად უნდა გაიყიდოს ეს ცოდნა რო გააჩნია ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ადგილი ამ იერარქიაში რა არის? ასეთი რაღაც არ არსებობს. იმას არ აინტერესებს რამდენი წარმოება და რამდენი გაიყიდება, მან უნდა იცოდეს ძირითადი მიმართულება, ტენდენცია. აი მაგალითად საქართველოს ეკონომიკაში კვების მრეწველობას უკავია 44%, მსუბუქ მრეწველობას დაახლოებით 22% და ასე შემდეგ ხო. და მან უნდა იცოდეს რომელი დარგი, როგორი ტენდენციით უნდა ვითარდებოდეს. გამომდინარე იმ ძირითადი მაჩვენებლიდან, რომელიც საწარმოო ძალთა განვითარების სისტემის მოთხოვნილებიდან მომდინარეობს. შესაბამისად შემუშავებულია მაჩვენებელთა სისტემა და ყველანი ექვემდებარებიან ამ სისტემურ მიდგომას. ეს არის ძალიან მკაცრად გაწერილი და იწყება აქ უკვე მუშაობა. ეხლა რაც გაინტერესებს, აი ციფრების სიზუსტე და ასე შემდეგ. ჩემი მასწავლებელი ყვირთი გოსპლანში მუშაობდა, რომელიც ამბობდა, რომ მძიმეს შემდეგ ციფრი შენია. აი თუ მძიმე დაუსვი 39 მერე გინდა 9000 დაწერე და გინდა 5000 შენია. ზოგ შემთხვევაში 900 მილიონს აღწევდა და ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლები იყო, მაგრამ შენია, შენ შეგიძლია ლუფტი გაუშვა. თუ რომ აქ დაგეგმვის სიზუსტე ვერავითარ შემთხვევაში ვერ უტოლდება, თქვათ, ბაზარზე მიმდინარე პროცესების გარკვეულ რასაც ითხოვენ, რომ უნდა იყოს სიზუსტე. თუ რომ ეკონომიკური კვალიმეტრია ამას გამორიცხავს. აი არის 5 წლიანი გეგმა. მივიღეთ 1900 თქვათ ახლა ვიღებთ 5 წლიან გეგმას 2005 წლიდან 2030 წლამდე, ხო? რომ მივიღებთ ამ გეგმას, რომელ რიცხვში მივიღებთ? 1 იანვარს დავუშვათ, ხო? როდის დავიყვანთ ამას ჩვენ ადგილებამდე? იანვრის ბოლოს. როდის დაიწყება გეგმის შესრულება? ესე იგი 1 თვის დაგვიანებით. ეხლა შეჯამება დავიწყოთ და გამოგვივიდა რა 5 წლიანი გეგმა, არამედ გამოგვივიდა 4 წელიწად ნახევრიანი. ესე იგი იქ ვერავითარ შემთხვევაში ესეთ სიზუსტეებს ვერ დაიცავ. და ვერც იმ აგაურკებს, ბოდიში ამ სიტყვას, ვერც იმ განსაზღვრულობებს, რომ აი ეს ასე გავითვალისწინოთ და მიუხედავად ამის ასე. ეს რო შესაძლებელი იყოს, მაშინ ბიზნესები ხო არ გაკოტრდებოდნენ. ხო, და ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ შეცდომები იმათაც აქვს, სხვასაც აქვს. ამიტომ გოსპლანი ესეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ფუნქციონალურ სისტემაში მინისტრთა საბჭოს ფუნქციონალური წარმომადგენელი აი ამ ეკონომიკის სფეროში. არიან ხაზობრივი, ესე იგი, დარგობრივი წარმომადგენლები, კვების მრეწველობის სამინისტროს, უბუქი მრეწველობის და არის კომიტეტი. ეს ფუნქციონალურად ფარავს მათ. იმ ფუნქციაში, რომელსაც ქვია, გოსპლანი უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანიზაციაა თუ რომელიმე თქვათ შიდა გინდა ეკონომიკის სამინისტრო თქვათ, ან ფინანსთა სამინისტრო. არა, ეკონომიკის სამინისტრო იმდროს არ არსებობდა ეს და სხვათა შორის არც არ ვიცი მე ბევრი ქვეყანა, სადაც ეს სამინისტრო არსებობს. ანუ ეს გოსპლანი სადაც არის მოიცავს თავის თავში ეკონომიკის სამინისტროს რაღაც ფუნქციებს? ეკონომიკა ეხლა ხო იცით რა არის. ამიტომ არ არსებობს სამინისტრო, რომელიც ეკონომიკაში არ მუშაობს. განათლების სამინისტრო თავის მუშაობას იწყებს ეკონომიკით. აი მე რო ვეუბნები განათლების სამინისტროს მინისტრობის დროს, რომ თქვათ ნორმატივები დავადგინოთ, ნუ სკოლა, სადაც არის 6 მასწავლებელი და 2 მოსწავლე. ხო? რა არის სკოლა ეს? ის მეუბნება მაშინ მომიწევს 78 სკოლის დახურვა. და მოდი დავждდეთ ვილაპარაკოთ, რა სოციალური შედეგები ექნება ამას. ყოველთ გადაწყვეტილებას ესე ვერ მიიღე. ეგ ცოტა სხვა თემა. ამიტომ როგორც ეკონომიკური იმპერიალიზმის სპეციალისტები ლაპარაკობენ, ქორწინებაც კი ეკონომიკურ საფუძველზეა. არავის არ მოყავს ცოლად თუ არ გაიკითხა, რომელი ოჯახიდან არის, მზითები რა იქნება, როგორ იქნება, ან სიძე რანაირი ბიჭია. ასე რომ ეკონომიკას ვერ მოაშორებ ადამიანს და ფუნქციებს. და გოსპლანი ცოტა სხვა რამეა. გოსპლანი არის ის, რომელიც გეუბნება, რომ შენ რამდენი უნდა დახურო ეს წელი, რა შედეგი უნდა გქონდეს შენ. აი ავიღოთ ერთ მარტივი მაგალითი. საიდან იცის ეს? საიდან ფლობს ამ ცოდნას? წლიდან წლამდე ვითარდება ეს, ხო? მან იცის ექსტრაპოლაციას აკეთებს, ითვლის, ანგარიშობს,
სპეციალისტები ყავს, რომლებიც ამ დარგში წარმოადგენენ დიდ იმებს, რა ქვია, კომპეტენტურ პირებს, კარგი ექსპერტები არიან და ეს არის მაგისი იარაღი. იყენებს მათემატიკურ აპარატს, გამოთვლით ტექნიკას, რასაც კიდე იმას იყენებს. აი მაგალითს მოვიყვან. აი მოხდა ესეთი რაღაცა, რომ დადგენილებით გაის სადაც ამოიღებდა რაღაც პროდუქტს, ცეკავშიც ჰქონდა უფლება იქ მოეხდინა მისი რეალიზაცია. ხვდებით ას გეუბნებით. აი მიდის ქობულეთიდან მანდარინი და ყაზბეგში გააჩერა, გაიმ და ამოიღო მანდარინი. გაიყიდა ყაზბეგში. ყაზბეგ მაჩვენა, რომ ამ წელს 8 ტონა მანდარინი გაყიდა. გოსპლანმა გეგმა შეუტანა. 8 ტონა მანდარინი ყოველ წელს. და რომ მოვიდა ეს რაიკონის დივანი, რომ შენ რატო შემიძლია უთხრა, გაიმ ამოიღო? ეხლა შენ მე გაძლევ ძალიან ძლიერ არგუმენტს. შენ დაავალებ გაის, რომ საახალწლოდ ამოიღოს კიდე 8 ტონა. და რატომ იყო ეს მიზანი ჩამოიტანათ ხობულეთიდან? ქობულეთიდან ვერ შექონდა ცეკავში. ყაზბეგში და პირდაპირ მიეტანათ. არა. დააკვირდი, ქობულეთიდან მიდის ფურა თქვა, ყაზბეგში მიდის. ყაზბეგში კი არა, ყაზბეგი უნდა გაიაროს და მიდის რუსეთში. და არ აქვს საბუთები. და გაიჭირეს, ჩამოართვეს, გადაუხადეს იმდენი, რამდენიც სახელმწიფო იხდიდა და გამოახდინეს რეალიზაცია. და შეიქმნა სისტემა და ეს რა ბიუროკრატიზებული კი არა. მაჯაზე ქონდა ხელდადებული და ჩრდილოვან მომენტს ითვალისწინებდა დაგეგმვის ელემენტების შექმნაში. ეხლა გინდა მოგეწონოს, გინდა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაიონში მანდარინი იყო. მაშინ მე გამიგია და ჩემთვის ერთ-ერთი დამაჯერებელი არგუმენტია, რომ სინამდვილეს საბჭოთა კავშირი ეკონომიკური პრობლემების გამო დაიშალა საბოლოო ჯამში და თუ ყველაფერს გეგმავდნენ და ყველაფერი იცოდა გოსპლანმა, ეგ რატო ვერ დაგეგმეს? ეგ არის თავარი. რა იცოლებოდა ამ პერიოდის განმავლობაში გოსპლანში, რომ თავარი არ დავიჭირეთ ახლა ჩემ მაგალითში. ესე გუყურეთ, გოსპლანი მიდის იმ ზომამდე, რომ არა წესიერი, ამორალური, არა ჯანსაღი ხერხი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოსახლეობას მანდარინი ჰქონდეს. როცა აქამდე მიდის, ესე იგი, მისი საქმე წასულია, როგორც ესე იგი, ჯანსაღი და ძლიერი ეკონომიკური ფუნქციონალური ერთეულის. აი, რო აიღოთ იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის წარმოების პროცესები, ნახავთ, რომ მაგალითად მინის პროდუქცია იწარმოება ბევრად მეტი ვიდრე თქვათ, მაგრამ ტყდება მეტი მინა ვიდრე სადღაც. და რატო ტყდება? იმიტომ რომ გაჩნდა მარცხენა საქონელი გაჩნდა. აი ქარხნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ 4%-ზე მეტი არ ახვიდეთ მაგალითად როცა ბოთლებს უშვებთ სხვრევაში. რატომ? იმიტომ ეს ყურადღებას იქცევს. ყურადღებას კი არ იქცევს, ვიცით რასაც აკეთებთ და მივიღებთ ზომებს. მიხდით? ყურადღება მიქცეულია და ამიტომ ეუბნებიან ზომა იცოდე. 3-4% არის ზომა? მოპარვის. ხო, ეს დაადგინეს. ვიღაცეებმა, ამდენი გაუშვათ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც. მიხდით? და აი ეს კლავს ნელ-ნელა ეს საბჭოთა კავშირს. აი ესეთი დამოკიდებულება ეკონომიკური პროცესებისათვის და ჩნდება სისტემა, სადაც თუ არ მოიპარავ, ხო? ესე იგი, აი სიტყვა მოიპარავ ამ შემთხვევაში ბჭყალებში ავიღოთ და სხვა შინაარსებია. მესმის. ჩვენ ეკონომისტები ვიტყვით, თუ არ მიითვისებ, ხთი? იმას, რაც არ გეკუთვნის ამ შემთხვევაში. საჯარო ეკონომიკის მიღმა თუ არ დაეუფლები რაღაცას, აი საჯარო ვერგა. აი უყურე საჯარო, ნახე ახლა. თქვენ გადაცემაში უსმინებ ლაზრიშვილების და ის გეუბნებათ რომ ესე იქ რა იყო არაფერი. აი ქსოვილს, აი ნებისმიერ ქსოვილს აქ თავისი ნორმები ხო. კვადრატულ სანტიმეტრში რამდენი ძაფი უნდა იყოს. ლაზრიშვილმა იქ ვიღაცას ფული გადაუხადა და კვლევით ინსტიტუტმა დაადგინა რომ ამ ტიპის ქსოვილში შეიძლება იყოს 1 სანტიმეტრში არა 400 არამედ 350 ძაფი. კი ბატონო. ეს იგი 50 ძაფი ამ დონეზე გადაამრავლე, გამოვიდა, ვთქვათ, პროფესიონალები გამოვიდა დაახლოებით 4% ზედმეტი ქსოვილი.
რომლისგანაც შეიკერა 4%-ზე მეტი რაღაცა და გაიყიდა 4%-ზე მეტი. მაგრამ ეს უკვე შავი ბუღალტერით გაიყიდა თუ აი თუ ახალ გამოგონებასთან მაქვს საქმე, სადაც დავადგინე რომ ეს არის ახალი გამოგონებაც რო იცოდით. ეს რო ყოფილიყო, მე ნამდვილად გეუბნებთ ეს ფაქტია. მაგრამ ლაზარიშვილს არ ამგონი უკავშირდებოდა, უფრო სხვაგვარი ვიცი მე ამასთან დაკავშირებით. ეს რო გაეკეთებინა თქვათ და ეს არის პრესაში და საზღვარგარეთაც ლიტერატურაში განიხილავენ. ეს რომ მომხდარიყო უცხოეთში, ხო? როგორ გაურიეს შავში და შალში ლავსანი, როგორ გაურიეს. იქნებოდა სამეცნიერო გამოგონება. თუ კიდეც გამდიდრებოდა ეს კაცი და მილიარდერი გახდებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთან ეს იყო ეს რა უქნიაო, რა. ეს რატო იყო თქვენი დაკვირვებით? ეს განსხვავება. რომ ეძებდნენ ესეთ ფორმებს რა. ეძებდნენ ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილების ფორმას. არა, ეს მესმის, მაგრამ სახელმწიფო რატო დაძდებდა ამათ და რატო იყო ეს ცუდ საქმეთ, რატო ითვლებოდა საბჭოთა კავშირში, ისაც დასავლეთში გამოგონება შეიძლება ყოფილიყო. ეს ცუდი იყო, იმიტომ რომ იმ კანონებში და იმ ნორმატივებში, რომელსაც ჩვენ ხელმძღვანელობდით, იმ კანონებიდან, მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა და წინსწრებული იყო იქ. აპრიორი უნდა იცოდი, რომ ეს ესე უნდა გააკეთებინა. ეხლა ფაქტум, გააკეთე რაღაცა და ეს უკვე შენ, არა, ეს დასჯადი იყო. ამიტომ წაყრუება ხდებოდა ერთგვარი მიზან მიმართული, ესე იგი, წახალისებაც და მე როცა მოვიდოდა ვიღაც, ვისაც სიმართლე აინტერესებდა, თქვა და ამ იგიდით იწყებდა ლაშქრობას, ის უკვე სხვანაირ წესრიგს ამყარებდა. და ეს გოსპლანი თავისთვის მუშაობდა, აგრძელებდა ამ სიტუაციას. და მე წარმოვადგენდი იმ ინსტიტუტს, სადაც ეს წინასწარი გათვლები და ესენი ხდებოდა, რა ქვია, დამუშავებები მასალის. და თანაც ჩვენ მუშაობდით არა გეგმებზე, არამედ აი თუ ჩემი განყოფილება იყო ფინანსების და ფასწარმოქმნის განყოფილება. მე მუშაობდი ფასების კომიტეტთან, მე მუშაობდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ვაკვირდებოდი როგორ ხდებოდა ბიუჯეტში მობილიზება სახსრების ჩვენ ბიუჯეტში და ჩვენ მრეწველობის საშუალებით და რა ხდებოდა თქვათ რა ფასები შეიძლება დაგვეწესებინა და როგორ გაგვეუმჯობესებინა. ხდებოდა თუ არა მაგალითად ფასწარმოქმნის პროცესში საზღვარგარეთის პრაქტიკის შესწავლა და ფასების იქიდან გადმოტანა. თქვათ აი პური იქამდე იღირს, ლიმონათი იქამდე იღირს, ჩვენთან თუ ფეხსაცმელი, შარვალი. SSR-ში იყო ასე. არის მსოფლიო ფასი. არის რეგიონალური ფასი. მე არის ჩვენი ფასი. ჩვენ მსოფლიო ფასზე ვართ ორიენტირებული. ანუ ეს შიგაბრუნ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ლიმონათი მსოფლიო ფასი არის, თქვათ, ლარი, მე ლარია ჩემი ორიენტირი ლიმონათის ფასი. ხით? მაგრამ მე რა ფასებზე ვმუშაობ, მე რა ფასებზეც ვმუშაობ. შიგნით. უკვე ეს ტრანსფერული ცნებებია. ამას ვეძახოდით გეგმიურ ფასს. ხით? აი მაგალითად ითვლებოდა, რომ კავშირგაბმულობის სისტემა, ელექტრონიკის მიმართულება, საშუალო მანქანათმშენებლობის მიმართულება და სხვები, ეს იყო დარგები, რომელსაც უნდა ქონოდა მაღალი რენტაბელობა. იმიტომ რომ საწარმოებს ქონოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლობა დაეხადათ კონკურენტუნარიანი რაღაცები გაეკეთებინათ და გადიოდნენ კიდეც ისინი მსოფლიო ბაზარზე. ესენი იყვნენ ისინი, ვინც იყო ჩაბმული სამეცნიერო ტექნიკურ შეჯიბრში მსოფლიო სხვა ქვეყნებთან. და ახლა დარგები, რომლებიც აი ქვანახშირის წარმოება, ვთქვათ, შავი მეტალურგია, ხო? და რომლებიც არ იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. შავი მეტალურგია იქნებოდა პრინციპში ჩართული ამ პროცესში. არა. აქ რენტაბელობის ნორმა წესდებოდა 0. და ზარალია, ეს ნიშნავს იმას, რომ მოგება არ რჩებოდა. რატო? რა თქმა შენ მოგება, კაცო, შენ განვითარებს, შენ მოგცემთ მე ფულს, რომ ეს არ დაიხჭო და არ დაიუ. მე ვინ ვარ ამ შემთხვევაში? ვარ ხარ ვესტაფონის ფეროშენალოვი და დაგიგეგმეს 5 მილიონი ზარალი. ოკეი. ხთი? ნუ წინასწარ იცი რომ ზარალზე უნდა იმუშაო ხო, 5 მილიონი. თუ გადააჭარბე და გახდი 7 მილიონი ზარალი, აი გამოწვევენ. და იქნება საერთოდ ზარალზე არ გავდივარ და თქვა მოგებაზე გავედი. კი, მაგრამ ვერ გახვალ, იმიტომ ისეთი ფასი გაქვს. რენტაბელობაა 0. სულ სხვა ფასით ვერ გაყიდი.
ხო, ანუ ერთი ჯიბიდან ამოღება და მეორე ჯიბეში გადადებაა, ხო, თავის შინაარსის. სუბსიდირება ასეთი პრობლემა. ტრანსფერნი ფასები. ჩვენ ვეძახოდით ფასებს გეგმიურს. აი ახლა მაგალითად საწარმო ოლივეტი თქვათ, გადააქვს პორტუგალიიდან იტალიაში გადააქვს წარმოება, იტალიიდან გადააქვს პორტუგალიაში ერთ წელიწადს. დიდი. აი პორტუგალიაში რევოლუცია ოლივეტი მოახდინა. თავი გადაიტანა სამუშაო ადგილების შექმნა, გახსნა სკოლები, კლერიკალური სკოლები და ეს კომუნისტური სული, რომელიც პორტუგალიაში მაშინ ძალიან ძლიერი იყო, ნელ-ნელა დაიწია. და რითი მოახდინა? იტალიაში შექმნილი დოლარის ტრანსფერირებით, აი ფასების საშუალებით პორტუგალიაში. ხი? ამიტომ ამას ეს ტრანსეროვნული კორპორაციები ყველგან ახორციელებენ და დიდი მოცულობის საწარმოები, რომლებსაც საქმე აქვს უშველებელ საკითხებს. აი, წარმოიდგინეთ 90-იან წლებში, როცა ჩვენ ვადარებდით თქვათ ეკონომიკებს ერთმანეთს, პირველი ნომერი ეკონომიკა ხო იყო საბჭოთა ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ ახლა ჩვენ ციფრები ეგრე გვქონდა, მეორეს ვამბობდით საბჭოთა კავშირი. და რეალურად ვინ იყო მეორე? რეალურად ალბათ გერმანია უფრო წინ იყო, მაშინ ჩინეთი ძალიან სუსტი იყო და ალბათ იაპონია. იაპონიაც ჩვენც აი მონაცემები ბევრი ქონდა. და მე აი მეოთხე მაგალითად სახელმწიფო კი არ იყო ეკონომიკური ერთეული. General Motors იყო. რო აიღოს მაშინდელი ფორჩუნის მონაცემები. შემდეგ მოდიოდა ეს ტრანსფერული კორპორაციები, რომლებიც თავისი შესაძლებლობებით აი საფრანგეთზე დიდი იყო. თლიანი პროდუქციის წარმოების რეალიზაციით, დასაქმებულობის რაოდენობით და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ ხელა საწარმოოს არ აქვს აგეგმვა. საქმიანობისისა. მას შემდეგ რაც გორბაჩოვი მოდის და პერესტროიკა იწყება, რა იცვლება ამ ეკონომიკაში, რომელიც ცხადია, რომ თავისუფლების რაღაცა სიო შემოდის, კოოპერატივები იწყება, რაღაცა კერძო ურთიერთობების დაშვება იწყება ნელა. ეს რა სულის? გორბაჩოვი ახლა ხო როგორ აიცით, აი ხრუშჩოვი რომ მოვიდა, უყურეთ, ეკონომისტებს კითხა, როგორ გავაკეთოთ. და იმათ მოუწოდეთ, ჩვენ რა ვიცით, როგორ უნდა გააკეთოთ. როგორც გინდა, ისე გააკეთე. აი მე ამას იმ ეკონომისტების ნათქვამს გეუბნები, რომელიც იქ იყო და უთხრა, ლოვშინი იყო, მაგალითად, ჩემი მასწავლებელი, ეს უთხრა. ხო და ლენინი მაგალითად ესე მართავდა. და შექმნა ხრუშჩოვმა ეს ტერიტორიალური და ამიერკავკასიის ეკონომიკური ისა ოლქი ბოჩკარიო იყო ეს ხელმძღვანელობდა ამას. იქ შექმნა ეს დაშალა. მერე მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ალბანეთი არ დაეთანხმა ხრუშჩოვს სტალინის კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით. ალბანეთში იყო მაშინ ენვერ ხოჯა. და ეს როგორ ბედავსო კაცო? რა ბედავსო უთხრეს? რა ალბანეთს შეგა რა უნდაო? არის კომბინირებული განვითარება. როგორ არის ამიხსენით? როგორ აი ტირანა არის რკინიგზა არის, სვინცოვი ისინი თუთიის საბადოები, ამუშავებს ყიდის, მოყავს სიმინდი, მოყავს რაღაცა ჭამენ, ღომს ჭამენ, ხორბალს აქვს თავისი ყველაფერი, შენ არ წირდები მაგას. ეს კომბინატია. და ეს ვინ გააკეთა? სტალინს ურჩია. ჩვენთან როგორ? ჩვენთანაც ესეაო. ჩვენი რესპუბლიკები ეგრეაო. ნუ დაშალეთ და წავიდა ერთიანი კომპლექსების და მოგვაყარეს ეს კომიტეტი, რომ შეიქმნა 24 ახალი საწარმოო ერთბაშად აშენდა თბილისში. რომელთა თავი და ბოლო კაცშვილმა არ იცოდა. ესე რას გულისხმობენ? რას უშვებდნენ და სად მიდიოდა? წარმოდგენა არ ქონდათ. აი მაგრად უნდა შეგესწავლა, მაგალითად, სად მიდიოდა პროდუქცია, რომელსაც ამზადებდნენ ამ საწარმოებში. მაგალითად, ბოლო პროდუქტს ჩვენ ვუშვებდით ელერზე ქონდა. სადაც ჩერკასკიდან შემოვიდოდა 75% ნამზადის. ჩვენთან ხოლმე დაწყობა ხდებოდა. და საკუთრივ ჩვენ ვუშვებდით რაღაც სხვა პროდუქციას. ანუ ეს სულ სხვა ეკონომიკა გაჩნდა. გაჩნდა ერთის გარეშე ვერ ფუნქციონირებს. აი რუსთავის კომბინატი იყო. ქონდა
ფურცლოვანი მეტალი, ქონდა მილები, ქონდა არმატურა, მსხვილი ოღონდ და მის არმატურა არ ქონდა. და უცბად გადაიყვანეს ნავთობის მილების წარმოებაზე, მსხვილი მილების. ნავთობის არა სადაც ნავთი გადის, არამედ ამოღების დროს უნდა ჩაუშვა მიწაში სქელი მილები, რომელიც არის ჟანგება, ხო? და რუსთავის მიერ წარმოებული ეს მილები ტიუმენში მიდიოდა. სუმგაითიდან წარმოებული ეს მიდიოდა. ითხოვდნენ პირდაპირ, აი, ყრილობაზე არის შევარდნაძე გამოსული და აქ მოთხოვენ რომ მოგვეცით არმატურის წარმოების უფლება ჩვენ რუსთავის მეტალურგი ქარხანაში, ჩვენი მშენებლობისთვის. არა. აი ეს იყო სამხედროები. ეს იყო ის, რაც მოიტანა იმ სიტუაციამ. და რომელსაც მერე გოსპლანი უყურებდა და რახან გოსპლანი ასეთ სიტუაციას უყურებდა, ის იძულებული ხდებოდა და მასზე იმდგარი კიდე სხვა ორგანიზაციებიც, მის გვერდით და ზემოთ მდგარი, რომ ზოგიერთ რაღაცას თვალი დაეხუჭათ. 89 წელს თბილისში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მე გამოვედი მოხსენებით საცალო ფასების შესახებ. ეს იყო საკავშირო კონფერენცია. და რა აღმოჩნდა რომ ამოვწიეთ? ეს ჩვენ ვერ ჩავატარებდით აქ რომ მამია მეგრელიშვილი არ ყოფილიყო ფასების კომიტეტის თავმჯდომარე ამას. დაგვიჭირა ძლიერად ხარი. მაგრამ უცბად შეიცვალა სიტუაცია და ჩამოვიდნენ მოსკოვიდან ვიღაცები, რომ არ ვიცნობდით ჩვენ ეს ფასების სპეციალისტები რომ არ ვიცნობდით და ვინ არიან, რა არიან და დაჭრდნენ და აბა ვიყურებენ ახლა რას ვიტყვით ჩვენ. და რა აღმოჩნდა მე იქ იმაზე პატარა ფურშედზე რომ თურმე 34 წლის მერე საცალო ფასების შესახებ კონფერენცია არ ჩატარებულა SSR-ში. და საერთოდ SSR-ში ხელფასის შესახებ კონფერენცია არ ჩატარებულა. როგორ დავაწესოთ, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. აი საქართველოში იყო 75 მე თვითონ მუშაობდი ამ თემაზე. 75 მეცნიერებათა დოქტორი დღევანდელი გაგებით, რომლებსაც ჰქონდა დაწერილი ეკონომიკის მოდელირებაზე დისერტაცია. მაგრამ არ ყავდა არც ერთი ეკონომისტი, რომელმაც იცოდა აი რაც ჩვენ გვჭირდება, მაგალითად გეოდეზიური განვითარება როგორ შეიძლება ქალაქის, წყალქვეშა კომუნიკაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციები როგორ განვავითაროთ, კომუნალურ მეურნეობას რასაც ვეძახით. რაც აქტუალურია. გამიგეთ? აი ეს ყველაფერი იგეგმებოდა. და ეროვნული ძალა ნელ-ნელა შორდებოდა ეროვნულ საწყისებს, იმ ყოველდღიურ საწყისებს, რომელიც განაპირობებდა მის განვითარებას. თუ არ აყავს კარტოგრაფი და ეხლა ხო დაინახეთ რომ არ აყავთ, როცა გარეჯის შესახებ დაისვა საკითხი. ხო დაინახეთ, იყო ყავდა შესანიშნავი კარტოგრაფი იყო. ნიკოლოზი ყოლია საფრანგეთიც მუშაობდა მე გარდაიცვალა. კი იყო ჩვენთა კარტოგრაფი, მაგრამ ის კარტოგრაფები, რომელიც აი საქართველოს ამ სისტემას, რომელზედაც დგას საბჭოთა რაღაცნაირად ეკონომიკა, გოსპლანი, რასაც ქვია, რა ემართება, ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დასლის შემდეგ და ეს პროცესი რო წარმომადგენინოთ, როცა ეს ძველი სისტემა ინგრევა რაღაცნაირად და უკვე რაღაც პერიოდის მერე რამდენიმე წლიანი შესვენის წავიდა ძალიან ინტენსიურად 90-იანი წლების ბოლო წელს, ესე იგი 99 წელს შეიძლება ითქვას, რომ აი გოსპლანი თვითონ ატარებს თათბირებს, რა ვქნათ ჩვენ. ჩვენი ფუნქციები იკვეცება. აი ფასების კომიტეტში მაგალითად ჩვენ მთელი ზაფხული ვმუშაობდით ამაზე. როგორ აი ჯემალ ჩხიღვაძე იყო. როგორ გადავრჩეთ რაღაცნაირად. ეს მამია მეგრელიშვილი დაჯერებოდა და გადავრჩეთ კი არ იყო, აი რა ფუნქციებს მოგვიტანს ჩვენ ახალი ცხოვრება. ჩვენ რა ადგილი გვექნება საზოგადოებაში. როგორ განვითარდებთ. გოსპლანიც ესე იჯდა და მსჯელობდა. ვის როგორ რანაირად, აი წარმოიდგინეთ, რომ გოსპლანიდან ბიჭები ძალიან ბევრი გადავიდა მერე. მეცნიერების სამინისტრო. რა აზრი იყო მაშინ, რა შეიძლება აქედან გამოვიდესო, აი რა რისი მოლოდინი ქონდა დამოუკიდებლობისგან გოსპლანის თანამშრომლობდა, რომ ესეთი ტიპის ფუნქციონალური ერთეულები არა ამხელა. არა, ის ნორმალური ზომის საჭირო. აი დღეს რო გაქვს ეკონომიკის სამინისტრო, იმ გოსპლანის გაგრძელება ამდენი ხანი რომელიც მოდის. გამიგეთ?
ის შეინარჩუნა თავისი პოზიციები და შემდეგ განიცადა დიდი ტრანსფორმაციები. ეხლა ის სულ სხვა რამეა, ვიდრე მაშინ. მაგრამ ფუნდამენტურად თავიდან ესე იყო. თავიდან მაგალითად რომ გაჩნდა ეკონომიკის სამინისტრო, პირველი რაც ინდიკატორული გეგმა, აი ფაცაციას დავალებით დაიწყო ჩიკვაიძე იყო შემსრულებელი თამაში ინდიკატორული გეგმის შედგენა. ხო? როგორ განვითარდეთ? ეს ინდიკატორული გეგმა ცოტა სხვანაირი გეგმაა, ახლა იმ გეგმისგან განსხვავებით, რომელსაც მეწარმე აკეთებს თავის საწარმოს განვითარებას. ინდიკატორული არის ზუსტად ესეთ სისტემებში, რომელიც გადის მასიურ რაღაცებზე. და აი უყურე მერიაში შემოვიდა 100 წელი განაცხადი სახლის მშენებლობაზე, ხო? შენ იცი რომ ქალაქში ტრანსპორტი გადაიტვირთება. თუ 100 მშენებლობა დაიწყო, გაისად ქალაქში. უკვე გრუზავიკები რო დაიწყებენ სიარულს ისინი პრობლემები გაჩნდება. ამიტომ აძლევ დავალებას რომ ამაზე გააკეთეთ რეაქცია, რა შეიძლება გავაკეთოთ რომ სად გავაფართოვოთ ქუჩების შავსება, ხო? ინდიკატორი ჩამო. შემოვიდა განაცხადები რომ მიწები იყიდა ხალხმა, ხო? ესე იგი დაიწყებენ ხვალ მშენებლობას, ესე ცემენტი გაგიძვირდება ესენი. ინდიკატორული გეგმა ესეთი. არის წინსწრები ინდიკატორები, რაც მე ჩამოგითვალე. არის ინდიკატორები, რომლებიც მერე გაჩვენებენ. აი დღეს რომ დაიხურება, მერე გაჩვენებენ რომ ხვალ უარესი იქნება, იმიტომ რომ აი ამან მიჩვენა. აი როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სისტემა მთლიანად დანგრეულია და როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც ახლის მშენებლობა იწყება. თქვენ უკვე 93 წლიდან ფინანსთა მინისტრი ხართ შევარდნაძის მთავრობაში და აი ამ დროისთვის რა არის დარჩენილი ძველი სისტემიდან, რომლის გადარჩენას ან ცდილობთ ან შესაძლებელია და რა არის უკვე ახლებურად გასააზრებელი, რასაც როგორც გამოწვევას ისე ხვდება. გადარჩენას ყველა ცდილობს. ყველას უნდა ის ადგილი განსაკუთრებით რეალურ სექტორში. მაგრამ ჩვენ სფეროში, სადაც ფინანსები, აქ გადარჩენაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევცვლით ამ სისტემას და არ დავამსგავსებთ საჭირო რაც საჭირო იმას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ დავიღუპებით. და ამიტომ იწყება მუშაობა ჩემ დროს. აი ჩემამდეც, ხო? როგორც კი მოვიდა ახალი, აი იმ დროსაც უკვე ჩვენი ფული გვექნება, არ გვექნება, როგორ იქნება და უყურე აქ მუშაობა მიდის უკვე სხვანაირი, იხსნება. აი საქართველოში სანამ ქართველებს მოვიდათ აზრი რომ ფული გამოეშვათ, უკვე ჩამოვიდა ორი ფირმა. იყო ამერიკენ ბანკნოტ კორპორეიტიდი, ესეთი ძალიან სერიოზული ფირმა, მისი წარმომადგენელი საიმონ ოუენი, ხო? ჩემთან თანამშრომლობდა კონკრეტულად და დელარო, მისი წარმომადგენელი ანტონი მერფი, რომელმაც შეგვთავაზეს. თქვენ დამოუკიდებელი გახდით, დეკლარირებული ხართ, ფული გჭირდებათ, ხო? სოფლიო მონეტარულ სისტემაში თუ არ ჩაერთე, ისე შენ ფულს დემართება კუპონობა, ხო? ვერ იქნება. აი ჩაერთეთ ამ სისტემაში, რომ ჩაერთოთ ამ სისტემაში, ფული უნდა გამოდო და დაიწყეთ ამაზე ფიქრი და ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად და თუ მოგცემთ დაკვეთას. ახლა მე ვეუბნები ამ მერფის, რომ კაცო, ენტონი, ხო ხედა ოუენიც მეუბნება, ახლა რომელს დაგიჯეროთ და მეუბნება ნახე რა, მასალები ამომიღო. ამერიკელ ბანკნოტ კორპორეიტედ, ეს არის ამერიკენ ბანკროტ კორპორეიტედ. ეს სულ ზღაფავს. მე ვარ აი თელ სოფლიოში მოდებული და ძალიან ძლიერი და მართლაც ესეა რა. მე ვიყავი მაგათ ოფისშიც და ნახე და შესანიშნავი კორპორაცია სამწუხაროდ ჩვენ მაგათთან თუდად ვიმუშავებთ. აი ესეთი რაღაც, ესენი მოდიან აბა რა ვქნათ და აი იძულებულია აქ და ტარიელ გელანტე ატარებს სასწრაფოდ კონფერენციას, სადაც მოხსენებით გამოდის ჩანტლაძე და ვიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რა გქონდეს ფული და რა დავარქვათ ჩვენ ფულს. აი რა დავარქვათ, აქედან იწყება. და რატო ის მნიშვნელოვანია? მენშევიკებმა ფული არ გამოუშვეს, ბონები ჰქონდათ. მენშევიკებიც არ გაიჭედენ. იმიტომ რომ ვახტანგ მეექვსეს იდეა იცოდნენ. ვახტანგ მეექვსეს უნდოდა აი ისეთი ფულის გამოშვება, რომელსაც ექნებოდა სოფლიო ფულის ფუნქციები. ხსნი? ესე იგი ფული იქნებოდა იმ დროინდელი მონეტარული სისტემისათვის შესაბამისი. აი მენშევიკების წინაშედაც იდგა ეს ამოცანა. ხო?
და აღმოჩნდა ის, რომ ხალხმა არ იცოდა, რომ ჩვენ უკვე ვართ სულ სხვა განზომილებაში, სადაც განზომილებადია ფუდეციარი, არავით არის საერთო აღარა გვაქვს მონეტარულ ფულთან, არის სოფლიო მონეტარული სისტემა და ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ქაღალდის ფულზე. და ამაზე მიდიოდა დიდგილაობა. და დიდხანს, დღესაც შენ გადაცემაშიც მოусმინე ვიღაცას, რას მივაბათ ფული და რაღაც ამის დასისულელებზე ლაპარაკობ. რა მიგეთ? დიდხანს იყო ეს მსჯელობები. მოვიდა მე პერიოდი, ამ ხალხმა დააჩქარა ეს პროცესები, განათლება შემოიტანა, მეცაც გეტყვი, ჩამოვიდა მაგალითად შესანიშნავი პროფესორი, ყოფილი ამრობანკის ერთ-ერთი დირექტორი, რუდოლფ მესი. ძალიან მაგარი სპეციალისტი ბანკების. ჩამოვიდა ალალად პენსიონერი კაცი და მე დავდგები ზვიად გამსახურდიას გვერდით და მე ვიმუშაებ თქვენთან საბანკო სისტემის აშენებაში და ფულადი სისტემის ჩამოყალიბებაში ამ კაცმა თქვა. მიმამაგრეს მე ერთ სხვა კაცთან ერთად ამასთან თანამშრომლობდით და შესანიშნავი ადამიანი თავის წიგნით დატოვა, რომელიც ითარგმნა ქართულად, მე რატომღაც არ გამოსცეს, არ ვიცი. ხო და ასეთი პიროვნები. ესე იგი ესეც გვაჩქარებს. უკვე სულ სხვა განზომილებებში ვართ. ჩვენ დირექტივებს კი აღარ ველოდებით. ის ხალხი ვინც ლაპარაკობს რომ მე პროფესიონალი ვარ, მე ეს ვიცი, უკვე იძულებულია საღამოს უკვე დაფიქრდეს მართლა ვიცი კაცო. აი ესეთი სიტუაცია. ბატონ დავით, შევარდნაძე როგორ არჩევს თქვათ ფინანსთა მინისტრს და რა გამოწვევები დგას თქვენს წინაშე, როცა ეკონომიკის ფინანსთა მინისტრად ინიშნებით? 93 საკმაოდ ძიმე წელია. საკმაოდ სპეციფიური, შევარდნაძე საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურა ამ დროს. ყველაზე ძიმე წელია. იმ პერიოდში ყველაზე ძიმე წელი 93 წელი. 94. ეხლა აქ ესია. კომუნისტების წასვლის შემდეგ აი ზვიადის პირველი მინისტრი იყო აფსანძე. აფსანძემ გააკეთა ბიუჯეტი და თქვენ გადაცემაში თქვა, რომ მეო საკავშირო დაქვემდებარების საწარმოები შემოვიტანე ბიუჯეტში. კი, შემოვიტანა, მაგრამ 3 მილიარდ 500 მილიონი რუბლი ჰქონდა ბიუჯეტი. და მაშინდელი რუბლი ცოტა სხვანაირად იზომებოდა. ეს არ აღემატებოდა 9 მილიარდ დოლარს. ამით რისი თქმა გინდა? არაფრის თქმა არ მინდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ბიუჯეტი იმ პერიოდში იყო ძალიან დაბალი. ობიექტურად დაბალი. რო ლაპარაკობენ, რომ მაშინ არ იყო ბიუჯეტი და ახლა ნახე რომ რაღაცებს რო ლაპარაკობენ. ესე იგი, ამაზე წარმოდგენა არ აქვს ბიუჯეტზე. ბიუჯეტი ეს რაღაც სიდიდე კი არ არის იაგო. ეს არის დავთარი, სადაც მუდმივად ყოველ დღე იწერება შემოსავალი და იწერება ხარჯი. ეს არის დავთარი. ბიუჯეტირებაა პროცესი. და ამას უნდა მართვა. უნდა როგორი მართვა? შემოსავლები რომ მოდის, რამდენად სწორია ეს შემოსავლები. და ხარჯი. და რამდენად ეფექტურია ეს ხარჯი. იქნება მოხსნათ სულ. ეს არ არის ხარჯთაღრიცხვა, რომ ცოლმა რო ჩაგიდო ქაღალდი, მე მიდებს ხოლმე, მე არ ვიცი შენ როგორ აგაგდა. მე ცოლი ყოველთვის მატანს, რომ 1 კილო სტაფილო, 1 კილო ისა, სტაფილო არა ვიწყდება რა. ვაკეთებ მე იმას. ზუსტად ისე, როგორც ცოლი მეუბნება. ხანდახან ვიჩენ ინიციატივას, წიწაკას ვყიდულობ, ჰაჯიკას რაღაცებს ჩემთვისაც. რომ მივიდივარ, ვეუბნები ეს ჩემთვის ძალიან. ხო? ბიუჯეტია შემოსავლები და დავთარი. აი ჩვენებს არის დღესაც გონიათ რომ ეს ბიუჯეტია და 93 წელს რა არის ძირითადი შემოსავლები და გასავლები? და ჯერ იმაზე გეუბნები რა. რომ შემოდის ეს შევარდნაძე და იწყებს ამ მუშაობას ის დემოკრატია კაცი და ამბობს და ასახელებენ ფარნაოზ ანანიაშვილია მე მინისტრი და ფარნაოზ აღარ უნდა, იმიტომ რომ ფარნაოზი ადრეც იყო მინისტრი, შევარდნაძემ დაიჭირა და უარს ამბობს და მიდის ფარნაოზი. ეს ფარნაოზი იყო ზვიადის დროს? არა, ზვიადამდე იყო კომუნისტების დროს და შევარდნაძემ დაიჭირა 87-ში. მე როდეს ბრუნდება უკან? დააბრუნეს ამ ჯაბამდე ჩემთან იჯდა. პუჩის მერე. ხო და პუჩის მერე, რომ აფსანძე რო გაიქცა. მე მოვიდა ფარნაოზი აგერად მოდის ჯინჯიხაძე. ჯინჯიხაძე არის შესანიშნავი კაცი, მოსკოვში მუშაობდა ვნეშტორ ბანკში. შევარდნაძე რომ მოვიდა ეს ფარნა გაუშვა, მოიყვანა ჯინჯიხაძე. არა. თავისი წავიდა ეს ტიპი. თვითონ წავიდა ფარნა და
ჯინჯიხაძეც მოიყვანეს ამათმა. რომ აბა და ჯინჯიხაძე აქ არისო და ვინ დავნიშნოთო. თუ გაინტერესებს ესე იყო ეს. ხო და დადგა ჯინჯიხაძე. მე შევედი ჯინჯიხაძესთან მაშინ და ვეუბნები რომ არა გვაქვს ქაღალდი ისა. ფასიანი ქაღალდების რეგულირების დოკუმენტი. დავწეროთ მეთქი რა და გაიო დაწეროთ დავწერე და მე ვთხოვა ჩემო ადგილე დადექი მე ვთქარი არა მეთქი დიდი მადლობა წამოვიდი. და ჯინჯიხაძე ცოტა ხანში შეუტიეს ჯინჯიხაძეს რაღაცეებზე იმაზე ამაზე და თვითონაც უკვე ძალიან სურვილიც ჰქონდა წასვლის როგორც მითხრეს მე და წავიდა და მოვიდა იმის ადგილზე პოპიაშვილი. ნუ პოპიაშვილი წავიდეს კახაში სანიშნავი კაცი, კარგი სპეციალისტი, ძლიერი ეკონომისტი, წავიდა პოპიაშვილი და პოპიაშვილის მე მოვედი. ესე იგი რო აიღო კომუნისტების დვალიშვილსა და ჩემ შორის 6 მინისტრი და მოვედი მე და დავსვიკითხვა რა გინდათ ჩემგან. ესია. შევარდნაძეა თქვენი დაიჭრის ინიციატორი თუ როგორ ხდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება? მე არ ვიცი, მე შევარდნაძე მითხრა, შენ არავის მადლობელი არ უნდა იყო. და მე ის ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა იყო იმ 6-ვე სიტუაციაში და ზვიადის დროსაც. და ყოველთვის ვიბლოკებოდი 1-2 კაცის ხელშეწყობით. იმის ბრალი კი არ არის, რომ მე ახლა მე ეს ვიცი, ნამდვილად ვიცი. იმ დროს ციტირებული ქართველი ეკონომისტი ვიყავი მე. გამიგე? და თუ ვინმეს ეკითხავდნენ თბილისში ვინ და როგორ, იაკობიძესთან გაიარეთ კონსულტაცია. და სორბონას ხალხი რომ ჩამოვიდა პრიმაკოვმა ზვიადის დროს გამართა. ღამე გამაღვიძეს და ლექცია წამაკითხეს საქართველოს ეკონომიკას. დანარჩენები ქვეშიდან გამოვიდა. აი მე ჯანიც მქონდა, ენერგიაც და ფორმაშიც ვიყავ. და აი ესეთნაირად გავხდი მე. არც ერთი პარტია მეზურს არ დარავინ. იყვნენ ჩემი ხარდამჭერი მეგობრები, რომელსაც უნდათ. და დღესაც უნდათ მე რა სადმე თვარეზე გავფრინდა რომ თქვა გეეხარდებათ, გაიგე, მყავს ეგეთი ხალხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს. აი მე მოვედი. შევარდნაძე როგორ ურთიერთობს თავის მინისტრებთან და როგორი არის აი შევარდნაძის მმართველობის სტილი? რა გამოწვევები დგას იმ დროს? მისგან რა მოთხოვნები არსებობს, ან ინტერესი არსებობს ფინანსთა მინისტრისგან? თქვენ ყველას დაუსვით ეს კითხვა და არ ვიცი მე რა გიგპასუხეს, მაგრამ თენა მიიწოდეთ. ვერავინ ვერ გეტყვის, რომ შევარდნაძე მიაყენა შეურაცხყოფა. ვერავინ ვერ გეტყვის, რომ შევარდნაძე დაპირდა და არ შეუსრულა. ვერავინ ვერ გეტყვის, რომ შევარდნაძემ არ მოусმინა. ვერავინ ვერ გეტყვის ამას. და ვერავინ ვერ მეგეტყვის, რომ შევარდნაძემ არ მოთხოვა მაქსიმუმი იმ საქმის გაკეთების, რა საქმეც მას ევალა. აპატია შეიძლება ბევრჯერ, მაგრამ მოთხოვა. აპატია რომ გასაგებია. ვერავინ ვერ გეტყვის ამას. შევარდნაძე იყო ძალიან პასუხისმგებლიანი, ძალიან სწორად დამოკიდებულებაში ადამიანი და ყოველთვის აყალიბებდა თავის შეხედულებას სწორად და შენსგანაც ითხოვდა სრულ პასუხს. ერთ მაგალითს გეტყვის ადმინისტრაციად. მე უკვე ვარ თანაშემწე სახელმწიფო მინისტრის, ვარ კანცელარიის შენობაში. იხილავენ კანონს. შავი ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ. 15 წუთი ილაპარაკა ერთმა, 15 წუთი მეორემ, 15 წუთი მესამე. შევარდნაძე უსმენს. დაამთავრეს ამათმა ლაპარაკი და არის დუმილი. უცბად. დავით, შენ რა სიტყვი? მე მეუბნება. ავდექი. არა, იჯეკი. არა. ავდექი და უთხარი რომ აი საერთაშორისო მონეტარული ფონდის გადაწყვეტილებით მისაღებია ეს კანონი, ინიციატორია ჟაკ შირაკი. ჟაკ შირაკმა თქვა რომ თელი შავი ფული პარიზში იყრის თავს და მე ამ ქურდებთან ბრძოლის თავი არ ამაქო, თელი სოფლიო საკითხი ეს ბატონო და მოდი ერთად ვიბრძოლოთ. მიიღეს ვალშეპტის კანონი, ვალშნეპტის ხელშეკრულება გერმანიაში, კიდე სხვა და მივიდნენ იქამდე რომ ესე იგი კანონები უნდა მიიღოს ქვეყანა. და აი ჩვენ და მე ჩვენ რაში გვეხება. მე ვთხარი გვეხება იმიტომ რომ პროფილაქტიკისთვის. ამიტომ გასაწერია
პოსტა უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს საკომუნიკაციო საშუალებები, რაც აგვაქვს, რომ ფულის გადარწვა, ბანკმა უნდა უყუროს კომერციულმა სისტემებმა და მერე უნდა გამოჩნდეს, ესე იგი, თანამშრომლობა რა ფორმით ექნება, უკვე სამართალდამცველ. ხო, კაიო. ეხლა რატო მოგიყევი? რეპერტუარულ ლექსიკას შევარდნაძე ხანდახან არ უსმენდა. მიხდი? იმ 15 წუთში რო ჩამოარაკრაკეს ბიჭებმა ის წაიკითხეს რო თუ მარჯვენა ხელი და მარშინ მარცხენა ხელი ესე იზამსო მერე ის თუ გამოუჩნდა ეს იქნებო და ბოლოს ამიხსენე რა შესაქმე და ყოფილა შემთხვევა მე დაუბარები ვარ მაგას ვიღაცასთან ერთად რომ იმ კაცის ლაპარაკს ვერ იგებდა და მერე მე მითარგმნია ქართულიდან ქართულად და შევარდნაძე რო არ ცოდნოდა არ შეიძლება იმიტომ ისი არ დაგპირდებოდა. რა უნდოდა მას თქვენი აზრით ეკონომიკაში ან ფინანსებში რისი ჯეროდა თქვენს საქმიანობის ნაწილში რა სითხოვდა რა უნდოდა პირობითად და რა გამოვიდა და რა არა აქედან რა დონეზე ქონდა წარმოდგენა თქვა ამ ტიპის საქმიანობა ითხოვდა ჩემთან ურთიერთობაში ყველაფერი გამოვიდა ჩვენ შევქმნით ბიუჯეტი არ არსებობდა ბიუჯეტი ეს წლები აი იაგო ერთი რამე იცოდე რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაირწა მაშინ როცა საქართველოს შეიქმნა ბიუჯეტი ეს არის 1995 წელი მანამდე არ იყო მანამდე იყო ძარცვა გლეჯა და ერქვათ სახელმწიფო და შევარდნაძის ავტორიტეტის გამო ეს ქურდ-ბაცაცა ხალხი აღიარებული იყვნენ როგორც სახელმწიფო აი შევქმნით ბიუჯეტი 20% თლიანი პროდუქციისა მოვიზიდეთ ბიუჯეტში და შევძელით ხალხის დაგმაყოფილება. ხო იძახიან 11 ლარი იყო პენსიაო. შენ იცი რომ მაშინ 6 ლარი იყო მეშოკი ფქვილი და 5 ლარი ღირდა ინდაური. მაშინ სულ სხვა ფასებია. და ხალხმა ამოისუნთქვა იმ 11 ლარით 11-ს პატიჟებენ. ახლა დიდ სუფრებს ვერ შლიან, მაგრამ არა აი ხლა ამას რო უსმენდეს მე მაშინ სამეგრელოში ბავშვი ვიყავი და ჩვენთან კურსი არ ხონია ლარს სუფრაზე ვერ პატიჟებდნენ 10 ლარით ერთმანეთს 10 ლარი არ ვიცი როგორ იყო მაგრამ მე გეუბნები რომ 6 ლარი ღირდა მეშოკი ფქვილი შენთან სამეგრელოში ესე იგი პენსიით კაც შეეძლო ერთი მეშოკი ფქვილი ეყიდა 4 ლარი კიდე რაღაცები დაენგარიშები გერა გახდა 14 ლარი და ასე შემდეგ ესე იგი რაც იყო იმას ვანაწილებდით სწორად ვანაწილებდით დროულად აი ეს იყო 80 ტრენდი 11% ზრდა 95 წელი 13% ზრდა 13 წელი უკვე გაჩნდა ლიტერატურაში მოსაზრება საქართველოს სასწაული დასავლეთში ამერიკის უნივერსიტეტებში და აი ეს მივახციეთ აი ბიუჯეტმა მოგცა საშუალება ჩვენ ლარი მტკიცედ შემოვიდა და რო შემოვიდა 1 ლარი 1 დოლარი უდრიდა ლარს და 30-ს რო შემოვიდა სულ რამდენიმე თვეში ესე იგი შემოვიდა ოქტომბერში და უკვე დეკემბრის ბოლოს ლარი და 20 უდრიდა 1 დოლარს აი ეს ძლიერი იყო. ქრთამის აღება მეზობელ სახელმწიფოებში დაიწყეს ლარში. თუ დოლარი არ იყო. მანამდე კუპონს რა ემართება, რატო ემართება ის რაც ემართება თქვენი დაკვირვებით? კუპონს იმიტომ ემართება, რომ უკვე გითხარი, რომ კუპონი ეგონათ რომ უნდა ყოფილიყო მონეტარული სისტემის იმ წარმოდგენის ფული, რა წარმოდგენაც ჰქონდათ 1975 წლამდე ფულზე. რომ აი მის უკან ან ოქრო უნდა ყოფილიყო, ან ვერცხლი უნდა ყოფილიყო, რაღაც ამნაირი. კუპონის უკან ხო არც ერთი არ იდგა. ახლა ეს არის და ამიტომ როგორ შევქმნათ ეს? ფუდეციარული ფული. ამიტომ დაარქვეს კუპონი. დააგვიდით, როგორც კი რესურსი გაგვიჩნდება, მე შევქმნით ამ კუპონს. და ამიტომ ვერ წარმოუდგენიათ, მაინდა-მაინც იმ წუთშივე გეტყვია, რომ მოვიდა სავალუტო ფონდი და შეიქმნა ფული. მოვიდა სავალუტო. არ იქნებოდა ბიუჯეტი, არ იქნებოდა ფული. ეს ყველა მიცის. ლარის დედა არის სავალუტო ფონდი, ფონდში ქართული ბიუჯეტი, მამა არის სავალუტო ფონდი. და აკუშერი თავარი
ექი მეანი რომელმაც ეს გამოუშვა იყო ედუარდ შევარდნაძე. ლარი 27 აგვისტოს ჩამოვიდა ფოთში. კაცი შვილმეს არ იცოდა. ლარი თვეობით ინახებოდა თელი მარაგი ქუთაისში. კაცი შვილმეს არ იცოდა. ეს იყო უდიდესი სახელმწიფო საიდუმლო ოპერაცია და ერთბაშად გამოვიდა მიმოქცევაში. ეს პერიოდი ჩვენ გვჭირდებოდა საბუღალტრო ანგარიშების გადასაყვანად. ეს ჩვენ გვჭირდებოდა მიმოქცევაში საჭირო ფულის რაოდენობის გასასაზღვრავად. კუპონების ცოტა მიმოქცევიდან ამოსაღებად რაღაცა ნაწილის შემდეგ ამოსაშვებად. აქ ივაშკაცა თელმა სისტემამ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეროვნულმა ბანკმა და მისმა შემადგენლობამ. აი კუპონი სანამ კუპონი მეთქი ლარი სანამ მოვიდა საქართველოში. მანამდე იყო ფინანსთა სამინისტროს განკარგულებაში, იმიტომ მე ვაწერდი ხელს. არა ლარზე კი არა ობერტულთან ხელშეკრულებას მე ვიყავი გადამხდელი მე ვდებდი ხელშეკრულებებს უცხოელად და მე რახან ჩამოვიდა მე გახდა უკვე ჯავახიშვილის ведомства და მისი ფუნქციური დამოკიდებულება კუპონს დაემართა რამდენიმე ნიუანსი რომელიც ახლა ჩემგან არ არის სწორი რომ ახლა მე ასე დავიწყო იმის. მე იცი რა სიკითხვა მინდა, კუპონსაც დაემართა ყველამისთვის ბევრი დაბეჭდეს. იგივე რატომ არა. უფრო ნაკლები რაოდენობით რატომ დაბეჭდეს ლარი? ანუ ის პირობითად აი რაც კუპონს დაუბეჭდეთ იმდენი რამდენიც ჭირდებოდა კაცო. არსებობს ფორმულა რომლის მიხედვითაც ვანგარიშობთ რა საჭირო GDP გამრავლებული ფულის ბრულის რაოდენობაზე ფულის მასის ოდენობას გაძლევს. ეს საკმაოდ ცნობილი ფორმულაა და ვინც არ იცის ეს არც უნდა მოკიდოს ხელი საერთოდ ეკონომიკურ პროცესებში. იცით რა მაინტერესებს? სანამ ლარი შემოდის, მე ესე მახსოვს ჩემი ბავშვობიდანაც, რომ საქართველოში ფაქტობრივად მულტისავალუტო რეჟიმია. რა ფულიც გაქვს, ყველა ფული ივაჭრება. ეს საქართველოს ზოგადად ყოველთვის არის, მაგრამ იმ პერიოდში და დღესაც არის საბედნიეროდ, მაგრამ იმ პერიოდში ჩვეულებრივ მაღაზიაში შეგიძლია რუსული მანეთით იყიდო. მე ასე გავიზარდე 90-იან წლებში. აი ეს ცვლილება, რომ უცბად სავალდებულო, საგადამხდელო საშუალება გახდა ლარი. არ გააპროტესტა ხალხმა, როგორ მოხდა ამის დანერგვა? ისინი კუპონიც გახდა. კუპონის შემთხვევაში ეს არ ყოფილა პრაქტიკაში. ერთადერთი საგადამხდელო საშუალების ცნება ეს არ არის ეკონომიკური ცნება. ეს არის პოლიტიკურ იძულების მექანიზმია ადამიანებზე. აქ იგულისხმება. შენ უნდა შეძლო ეს. და ასეც იყო. მოახერხა ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ კუპონის პერიოდში სხვა ფულადი ერთეულებით ვაჭრობა აიგრძალა. აიგრძალა იმ თვალსაწიერში, სადაც ეს იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სვანეთში გარდა კუპონის სხვა ფული არ არის, საჩხერეში სხვა ფული არ არის. ახმეტაში სხვა ფული არ არის. და მულტიფული არის სადაც გინდა. მაგალითად ფოთში ჩამოვიდა კაცი მეუბნება რომ ჩამოვიტან ქათამს, გაყინულ ქათამს. ქათამი ძალიან იყო საჭირო პროდუქტი იმ დროისათვის. ხო, არ ქონდა რა და ოღონდ რუსულ რუბლებზე გამაყიდინე. მე ვთხარი მე ვერ მოხსენ უფლებას რომ რუსულ რუბლებზე გაგაყიდინო. ეს მე სანამ მინისტრი გავხდი. მაგრამ მე დავაკვირდი ამ პროცესს. ხედავ რომ ეს არის სუფთა დივერსანტი ეკონომისტი. ამას აკეთებს რუსული ქვედანაყოფის ნაწილები რომელიღაცის, რომელსაც უნდა რომ კუპონი მოსპოს. ხო რა, კუპონი ერთი რუსული რუბლი უდრიდა 26 კუპონს, მე რომ მინისტრი გავხდი. სოხუმის დაცემამდე 26 ოქტომბრამდე 21 კუპონამდე ჩამოვიყვანე. რო გაგვერძელებინა ჩვენ, კიდე მოახერხებდით. მაგრამ მე მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ემიტენტმა გამოუშვა დაკვეთა მისცა, საჭირო იყო და უნდა შემოსულიყო რაღაცა რაოდენობის კუპონები. შემოიტანეს ეს კუპონები და დაირია ქვეყანა უცბად გავარდა ყველაფერი იქიდან. ეს იყო მიზან გასახული დიდი დივერსიული ოპერაცია საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი ტრანსფორმაციისათვის, რომელიც არ გამოუვიდათ. იმიტომ არ გამოუვიდათ. და ვინ განახორციელა ეს? ვინ იყო ის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ვერ იტყვი, ამას ვერ იტყვი, გვარდა სახელს ვერ და ის იყო
მტრები, რომლებმაც იმუშავეს. ბევრი მათგანი შეიძლება მტერი კი არა, საქართველოს თავშეწირავი კაცი იყო, მაგრამ რაღაც დავალებას ასრულებდა. ბევრი ვიღაცა სხვა იყო და ასე შემდეგ. მაგრამ მოქმედება იყო ტრული, რა თქმა უნდა. რა იცვლება შევარდნაძის პერიოდის? აქ არაფით არ შუაში ეროვნული ბანკი არ არის. ვიღაცებს უნდა. არაფით არ შუაში. სხვაგან უნდა ეზღუდეს. აი ხო ნახე ეროვნულმა ბანკმა რო შემოვიდა, არც იცოდა. სანამ ქუთაისაც აქვს არ შეიტანა. ესე იგი ეს არის სახელმწიფო პრობლემა. აქ მუშაობს ბევრი უწყება და ბევრი დაწესებული. აქ მუშაობს ბევრი ხალხი, რომლებსაც აქვს თავიანთი საკუთარი ფუნქციები. და ერთმა მეორეს ხელი არ უნდა შეუშალოს. ისე საქმე არ გამოვა. ვთქვი რა შესაძლოა. აი ეს სისტემურობა უნდა გავიგოთ და ინსტიტუტები მაშინ არიან ძლიერი, როცა ამ სისტემურებაში არიან. თუ ისინი ერთმანეთს კვეთენ და ეს ჯემია, იმას ხელი არ მაშინ ინგრევა ყველაფერი. რა იცვლება შევარდნაძის მმართველობაში წლების გასვლასთან ერთად? აი მაგალითად 93 წლის შევარდნაძე რითი განსხვავდება იგივე თავისი მმართველობის 97 ან ვთქვათ 2002 წლის შევარდნაძისგან. მისი დამოკიდებულება მათ შორის ეკონომიკაზე და ფინანსებზე, იმ სფეროსაც თქვენ მუშაობთ, აქ რა იცვლება ზოგადად? ზოგადად თქვენი დაკვირვებით რა იცვლება ქვეყანაში პირობითად? შევარდნაძესთან როცა მუშაობდი და მქონდა ინტენსიური ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩემი ფუნქცია შრომის იყო მის მიერ კონტროლირებადი და უნდა ყოფილიყო. ამიტომ მე როგორ მუშაობდი, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. უწევდა ხშირად ჩემთან ურთიერთობა. მე ვიცოდი როგორ მუშაობდა ის, მაგრამ მე როცა მასთან ესე აღარ მუშაობდი, მე უკვე რა ვიცი რა შეცვალა რა. მე გელაპარაკები ჩემ რეფლექსიას. მე რაც გითხარი ეს ჩემი დაკვირვებით არის. მე იგივე შემიძლია გითხრა, ზოგადად რამდენჯერმე მქონდა ურთიერთობა. შემიძლია გითხრა ჩემი დამოკიდებულება. სხვებთან როგორ ლაპარაკობდა და რა საკეთებდა. ზვიადისთან რა ფორმატში? რა ფორმატში და დამიბარა და მითხრა, რომ არ მენდობიან, რომ მინდა პრეზიდენტობა და გამიკეთე კონცეფცია. მე ჯემალ ჩხიკვაძე ვიღაცა რო ამბობი მიჭები რომ ჩაი დაწერილეს კონცეფცია, იცოდე რომ ის ჩემი დაწერილი. ხაბსახურდიას კონცეფცია? კი, პირველი, რომელიც გამოქვეყნდა. მე დაწერა გუგუშვილმა, მეორე. რითი განსხვავდება პირველი და მეორე მაგის? უნდა წაიკითხო. პირველი არ დაწერილი აი ჩვენ ენაზე რეალური სექტორის აფიშირების გარეშე იწყება მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, შემდეგ საწარმოო სიმძლავრეების განვითარებით და მერე საერთაშორისო ურთიერთობები და ეს საერთაშორისო ურთიერთობები კოპლატაზის დაწერილია ირაკლის. თუ გაგიგი ესეთი კაცი. ჩვენი ელჩი იყო ინგლისში, თურქეთში. აი ამის დაწერილია. ის პირველი ორი ნაწილი ჩემი დაწერილია და ჩვენ გვეხმარებოდნენ თემურ ვასილია გვეხმარებოდა აი რო გარდაიცვალა პრეზიდენტობაც უნდა მაისაშვილი და გოგიტა ცუცქირიძე. აი ეს ჯგუფი ვიყავ. და ზვიადი რო ამას გვავალებდა, აი მე ზვიადი მეორედ შემხვდა და მელაპარაკა უკვე აი რუდოლფ მეესის შესახებ და ის დავალებები მომცა როგორ. და შემიძლია ეს აზრი ვთქვა. აი კანონი მეწარმეობის შესახებ იქ შემიწვლილიც არის. და საერთაშორისო ინვესტირების კანონი მარტო ჩემი დაწერილი. იმიტომ რომ ნონიაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კანონს, რომელიც გაიტანა პარლამენტში, იმაში იყო რა ქვია, არ იყო ეკონომისტი და მიდი რა დავით რა და ოღონდ მაგარი ადმინისტრატორი იყო, თავს არ მაწევნებდა ბაბა. მე რამდენი შეხვედრა ქონდა აი ფულზე რო გითხარი გელატია რო თათბირი ჩაატარა სამეურნეო მექანიზმზე. ესე იგი სანამ მოვიდოდა მთავრობის თავმჯდომარე გუგუშვილი, შედარებით დემოკრატიული პროცესი იყო. აი ეს რომ მოვიდა, უკვე ცხადი გახდა რომ გვამსახურდიას ეკონომიკური კურსი იყო სახელმწიფო კაპიტალიზმი. და თქვენ რა ურჩიეთ პირობითად და მე ამდენი უფლებები არ მქონია და ეს ამ თემაზე არ ვისაუბრია. არა, მე იცით რა მინდა წარმოვიდგინო, აი რომ წარმოვიდგინო რა უნდა და ეროვნულ ხელისუფლებას პირობითად სერიოზული კაცი და მთხოვა რაღაცა და გავაკეთე. და მიმაჩნია რომ არ და მე მინდა რომ არ დაივიწყოს ქართველმა ხალხმა როცა ლარზე ლაპარაკობს და მის წარმოქმნაზე, რომ ამაში ჩანთხეული აქვს ენერგია და ნერვები იგივე არიელ გელანტიას, მის ირგვლივ მყოფ ბიჭებს, გივი თაქთაქიშვილს, აფსანძეს, რომ ესენი მუშაობდნენ ამ მიმართულებით. უნდათ ფულის გაკეთება. მაგრამ ცოტა სხვა ამოცანები იყო. აი
მარჩილი ხო არ დაგვერქმია ვლაპარაკობდით. მაგრამ მე რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება. ხო? და იქ შეიქმნა უკვე გამოჩნდა ახალი იგროკი, ახალი მოთამაშე მოედანზე. ჩამოვიდა ობერტური, შოთა გედევანიშვილი. ობერტური ესა ფრანგული ფირმა, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა ფულის წარმოების, მაგრამ მიიღებდა, იმიტომ რომ მას დაცული ქაღალდების წარმოების გამოცდილება ჰქონდა. დაცული ქაღალდები. და აი ობერტურთან დადეს ხელშეკრულება და სწრაფად აიღეს და არც იფიქრეს, რატო ლარზე, მაგალითად იყო ეს განხილვა, ლარი დავარქვათ, თეთრი ვთქვათ ეს. ხო? მაგრამ არა, ვახტანგ მეუქცეს უნდა მარჩილი. ხო არ დაგვეცვა ეს პრემსტვენის. მენშევიკები აქ მარჩილზე იყვნენ შეთანხმებული. და აი ჩვენ სხვა ამაზე იყო ურჭოფება. აი მახსოვს ერთმა თქვა ბისტი ხო არ დავარქვა რა. იყო რაღაც სახელი, მაგრამ ბისტიც თურქული არ არის ქართული. ქართული ფული არის. ქართული ფულის სახელი არ ვიცით ჩვენ. იმიტომ რომ წერილობი დოკუმენტები არ აგვაქვს, როცა ფული გქონდა. და მე რო შემოვიდა კირმანაული მაგათ. აი კირმანაული რა არის? კირმანაული არის ბიზანტიური ფული, მე გადაბეჭდილი ულუდავითის მიერ. იქიდან უკვე ვიცით. და გვაქვს რამდენიმე ფულადი ერთეული და მისი სახელები, რომლებიც ყველანი რატო ხდებოდა, ბატონ დავით, ის რომ მე მახსოვს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი იყო ეგეთი სიტყვა ძალიან ცნობილი ჩემს ახალგაზრდობაში, სულ ბიუჯეტს რაღაცა ტიპის სეკვესტრი ჭირდებოდა. ეს რატო ხდებოდა და რატო? ჩემ დროს არ იყო არასდროს. არა, ეს ზოგადად რას ნიშნავს? აიბორე კაცო, ვინც სეკვესტრებს აკეთებს, ხო ყავდა ონოფრიშვილი. რაღაცას მეკითხე, მე რატო არ გითხრა? სეკვესტრი მაგან შემოიტანა და თქვა სხვის სეკვესტრზე უფრო მარტივად შეიძლება საუბარი ვიდრე საკუთარზე. არა ბატონო. როგორ ჩანს? სეკვესტრი არის, როცა ვერასრულებ და ამბობ, რომ კანონმდებლურად მომაკელით ეს. ვერ შესრულებაზე ვინ იყო მაშინ პასუხისმგებელი თქვათ? მაგას ვერ იტყვი ახლა. რომ ბევრი სხვადასხვა ბიუჯეტის შემოსავლები არ შემოვიდა, საგადასახადო გაძლევს ინფორმაციას, რომ ეს არის დაგეგმილი იყო თქვათ ეს გადასახადი ამდენი და არ შესრულდა, იქ ჩავარდა რაღაცა. ხო? ეს პრობლემებია, ხო? ვერ გაძლევენ ინფორმაციას. ამიტომ მოდი გავაკეთოთ სეკვესტრი. რა ვქნათ? პენსიები დავტოვოთ, ხელფასები დავტოვოთ. შეძენებში, მოდი მანქანები არ უყიდოთ იმას, ამას არ უყიდოთ და პირველად გამოუცდელები ისა. რბილი ინვენტარი რა გვინდა, მიტყვიან. რბილი ინვენტარი ეს არის ციხეში ლეიბები, სავატყობოში პროსტე როგორ არ გინდა პირველი ეს გინდა. თავარი დაცულია. ქვია რბილი ინვენტარი. და იმას წარმოიდგინე უკვე იტალიური კრესლო, რომ ჩაჯდეს მინეს და ეს რა გვინდა. ფრეგეს თეორია იცი? გოტლიბ ფრეგე გაგიგია ესეთ ფილოსოფოსი. სიტყვა ენის გარეთ საზრის და გამოხატავდეს. რო თქვი რაღაცა, თქვი ქვა, ის უნდა გამოხატავდეს იმ საზრის, რაც ახასიათებს აი მოცემულ მოვლენას, რომელსაც არის ქვა. აი რო ამბობ რაღაცას და რეპერტუარში რო ამბობ, რეპერტუარულს და ისმენს ეს კაცი, აი რბილი ინვენტარი, მან გაიგო ახლა კრესლო, რა უნდა იყოს. იტყვი რაღაცა, აი ტრანსფერი ვთქვით, ხო, ტრანსფერი რა არის ტრანსფერი. აი ამოცანა ხო, ტრანსში გადავრიცხეთ. აი ტრანსფერი იფიქრია, მე აი ქართულად როგორ თქვა ტრანსფერი რა არის. აი ტრანსფერული ფასები გითხარი, ისინი გითხარი, ტრანსფერი. ტრანსფერი არის რამე შედეგების გადატანა მეორე ადგილზე. როცა ამას ვაკეთებ, მაგალითად ტრანსფერს ვაძლევ მესტიას, ან ტრანსფერს ვაძლევ ხარაგაულს, ესე იგი სადღაც შექმნილი დოვლათი გადამაგ ხარაგაულში. ესე იგი მე შევეწიე ხარაგაულს. ქართულად ეს იქნება შესაძლებელი. და უარი ვთქვით ქართულ სიტყვაზე რატო? ამ მოსაზრებით. როგორ დამირეკავდა ახლა მე რომელიმე გამგებელი და მეტყო და დათო შესაძლებელი გამომიგზავნა. არა და სწორი სახელი იქნებოდა ნაკლები და გირეკავდათ. მაგრამ შესაძლებელი გამომიგზავნა მეტყო და აი რო იღებდნენ ტელეფონს. კაცო ჩემი ტრანსფერი სად არის? გამიგე? და ეს კარგია, ეს ჩაერთო მუშაობაში კაცი. და ის შესაძლებელი თქოს იმის ბრალი კი არ არის რომ თქოს. ეს ჩემი ბრალია რომ მე კარგად ვერ კრეფსითაც ვიღებ ახლა. კარგად ვერ გავაკეთეთ ჩვენ მისი ბიუჯეტირება, თორე იმასაც ეკენებოდა. ბატონო დავით, დღეს რო ვთქვათ, დღევანდელი გამოცდილებით და ცოდნით იყოთ იმ პერიოდში, რას გაკეთებდით განსხვავებულად ვიდრე მაშინ?
განსხვავებულად ბევრ რამეს გავაკეთებდი, ოღონდ არა სამსახურში. არა, სამსახური ვიძახი სამსახურის თამამზე. ამ შემთხვევაში იმასაც საქმეა სამსახურების საქმიანობას ეხება. სამსახურის ამბავში, რომელიც სხვა შედეგს მოგცემდა ალალად გეტყვი რა. ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა 3 წელიწადში იმდენი საქმე გააკეთოს, რამდენიც მე გავაკეთე. ვერ ვინატრებ, მეც ვერაფერს ვერ შევძლებდი. ინსტიტუციონალურად გავაკეთე. ლარზე ქონდა ხელი მოწერი, ლარები, გეუნე ბიუჯეტი, ხაზინა. დამღამი ვიღე, ოქროს დამღა, რომელიც მათმა გააუქმეს. საერთაშორისო დონეზე გავაკეთე. ხო? ახალი ანგარიშთა სისტემა ბუღალტერიაში. რა უნდა მექნა კიდე მეტი? იმის არ იყოს. კანთარიას დროშა ავწიე, კიდე რა უნდა გამეკეთებინა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რაც მე გამომრჩა და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ისტორიაში არაფერი, რასაც მეკითხებენ, იმას პასუხობ და მე შევეცადე, რომ მაინც ხაზი გამესვა იმ ტკივნეული მომენტებისთვის, რომ ესე იგი ეს პროცესი იმდენად ობიექტივიზირებულია, რომ ამას სუბიექტური ელემენტები ვერ უშლია ხელს. მაგრამ ძლიერი პიროვნებები აჩქარებენ. აი შევარდნაძის მოსვლით, მაგრამ შევარდნაძის ვაშინგტონში რო შეხვდა კამდესიუს და უთხრა, მე გვერდით ვეჯექი და უთხრა კამდესიუს, რომ ჩვენ მონეტარულ ფონდში გვინდა კამდესიუმ უპასუხა, რომ თქვენ ხართ ბატონო ედვარდის კაცი, ვინც ჩემი მმართველობის პერიოდში გაზარდა სოფლიოს მასშტაბით მონეტარული ფონდის ავტორიტეტი და შექმნა ეს შემიქმნა საფუძველი და 36 ქვეყანა გაწევრიანდა. ამდენი ხალხი არც ერთ დირექტორს არ მივიღია, რამდენიც მე მივიღე. და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენთან ყველაფერი წესრიგში. და მსოფლიო ბანკის ვიცე მეორე კაცმა, ამერიკელმა, რომელიც მე ისრაელის ეკონომიკაში და შეკელი გახადა კონვერტირებადი, როგორი კონვერტირებადი, იცი, რო ქვია, სტაბილურად კონვერტირებადი 7 ვალუტა რო იყო, ახლა მერვე დაამატა შეკელი, ეს იყო სტენლი ფიშერი, მაგან უთხრა, რომ ბატონო ედვარდ, როგორ გრძნობთო თავსო, როგორც ისტორიის შემოქმედიო, როგორიაო პიროვნების და ისტორიის როლის საკითხო, როგორ განიხილავთო. ხედავ? როგორი ის უთხრა. ესე იგი, იმათ ეგრე დაინახეს საქართველო. იმათ ესე დაგვინახეს. და იმიტომ მოგცეს 80,000 ტონა ხორბალი. იმიტომ მოგცეს 80,000 ტონა ხორბალი როგორ 2 წელი ზედიზედ. იმან შეგვაძლებინა მე ის ბიუჯეტი იაგო. მარტო გადასახადება კი არა. ხო და აი ეს ჩვენი ხვეწნაც იყო. და ეხლა რო ყოჩები და ღირსებით მივდივარო და რაღაცებს ლაპარაკობ, ხო, ამაზედაც ფიქრი შეგაცო. 30 წელი რო ვეხვეწებოდით და ვეხვეწებოდით. ახლა უცბად რანაირი ღირსეულები გავხდით, ამნაირი რო უკვე დანახვა აღარ გვინდა შენ. და იმათმაც მტკივნეულად მიიღეს. რა ვარია ახლა 30 წელი რო კაცი იმას გეხმარება კი არა, გეფერება არ მინდა ის სიტყვა თქვა და ამ დროს მე უცბად დაგიღეფა. როგორ აღიქვა ესეც? უმადურობა. ხო, ძალიან რთულია. ხათრი უნდა გქონდეს. აი მაშინ ჩნდება ურთიერთობები რეალურ დონეზე. ეს მას გვასწავლეთ შოთა რუსთაველი. და აქვს მას ამაზე სამერთიანი ფორმულა. არაფერი თქვენ მადლობა და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება, რომ საშუალება გვეძლევა ჩვენნაირ ხალხს, ესე იგი ჩვენი რეფლექსია გამოვხატოთ, თქვათ ჩვენი აზრი და საქართველოს დაფუძნებაზე ამით მივიღოთ კიდევ მონაწილეობა. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას. გაიხარი.